დავიწყებთ მე მინდა რომ ყველა ჩემი გადაცემა ეხლა რაღაცა მომენტში გამოვიყენო ხოლმე ჩვენი აი ამ მომავალი შეხვედრის ემიგრანტების შეკრების ადავარ ხვალს ვიცი აი ბრიჯის და ოფენეარის და დარიოს მეჩნობის რომელიც იგეგმება ზაფხულის დასაწყისში ამერიკაში კერძოდ პრინსტონში და იქ ჩვენი მთავარი აზრი არის მივიტანოთ ჩვენი მესიჯები სადაც საჭიროა რაღაცნაირად გავასწოროთ რა ეს ვექტორი და მაგალითად პანელები იგეგმება ინგლისურენოვანი იგეგმება რაღაცა ესეთი საქართველოს შესახებ იგეგმება მაგალითად განათლებაზე და ამ ყველაფერში ახლა ყოველგვარი აღარ არის დრო მოკიბვის და რაღაცას დამალვის და ქათინაურების და იმის მე მგონია რომ მაგალითად გიგი თევზაძის გარეშე მთელი რიგი პანელები დღეს არ აქვს ქართველებს ისეთი რესურსი რომ რაღაცაზე რაღაცის გამო ცხვირი აუბრძვილო და უარი თქვა და ვიღაცას მოწონს ვიღაცას არ მოწონს მაგალითად განათლებაზე უშენოთ როგორ უნდა ვილაპარაკო და რა აზრი ექნება მართალია აი გულწრფელ რეგიონები არ მესმის იგივე კონსტიტუციაზე მაგალითად რა ხო და შენ როგორ უყურებ ამას საჭიროა დროულია ზოგი ამბობს რა დროს ეს არის მაგრამ არასოდეს ასეთი რაღაცის დრო არ არის რა იცი რა მე ვფიქრობ რომ ძალიან საჭიროა ეგეთ რაღაცები იმიტომ თვითონ იმას აი ამერიკელ ქართველებს უნდა შეექმნათ რაღაცნაირი ადეკვატური წარმოდგენა რა ხდება საქართველოში იმიტომ რომ ბევრი ძალიან დიდი ხნის წინათ არის წასული ბევრს არ ახსოვს აქ რა ხდება ბევრი ამერიკული იმითი მსჯელობს ბევრს გონია როგორც უმეტესობა ქართველებს რომ ყველაფერი ესე იგი კარგად იქნება თუ კი კარგი ხალხი მოვა ხელისუფლებაში და ესე იგი ყველაფერი დაალაგდება ესე არ არის ხო და ამისათვის საჭიროა რაღაცა კონსენსუსის ნაირი რაღაცა რა რომ აი გვჭირდება ესე იგი სხვანაირი მოწყობა ქვეყნის და ამაზე უნდა იყოს კამათი იმიტომ რომ ახლა მე რაც არ უნდა თქვა ხო ახლა არანაირად არც მინდა და არც შეიძლება რომ რაღაცა თქვა და მე ეს დავუშვათ ბევრმა ხალხმა აიღოს როგორც მოქმედების საფუძველი მაგრამ დისკუსია და კამათი ყოველთვის ძალიან კარგია იმიტომ რომ ეს გარდა იმისა რომ აი ხალხს გაუჩენს რაღაცა საერთო იდეის გზნობას თვითონ მათ გაუჩენს უფრო მეტ საფუძველს იმისათვის რომ რაღაცას მობილება გაუწიონ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში ხო ამაზე ლაპარაკი რომ ჩვენ ამას ვისთვის ვაკეთებთ ხო ჩვენ იმიტომ ვარ ვაკეთებთ რომ შევიკრიბოთ და რაღაცები ვილაპარაკოთ და აურამაგრები ვარ და რაც უნდა თავარდან რაღაცა ხო იმისთვის ვაკეთებთ რომ ეს შეიკრას ერთი მთელი დიასპორა გახდეს მართლა დიასპორა და კონდეს საფუძველი ვის საფუძველზეც ის დაელაპარაკება იმას შეერთებული შტატების იმას ადმინისტრაციას და თეთრს იმიტომ სხვანაირად არა მე რაც გამიგია და რაც მინახავს რასაც თუ დიასპორა თუ გინდა ისინი აქტივისტი ჯგუფები თუ გინდა ლობისტები რასაც აკეთებენ ხო ეს ყოველთვის არ არის ლაპარაკი მთავარზე ყოველთვის არის ლაპარაკი უმნიშვნელოზე აი ვიღაცა და კი ბატონო უნდა დაასანქცირო რა თქმა უნდა ვიღაცა დაასანქცირო ვიღაცა არ დაასანქცირო ესეთი რაღაცები ითქვა ხო ვიცით რა ალბათ ეს გააკეთა აბა ეს გავაკეთოთ აბა დავახმაროთ იმას თვითმართველობას რომელიც არ არსებობს აი ესეთ რაღაცები ხდება ხო ამიტომ მობილობისთვისაც საჭიროა ესე ერთიანი გააზრებული საფუძველი ხო თუნდაც იმაზე შევთანხმდეთ რომ აი რაღაცა დაამცირე რაღაცები მაგრამ ყველას რო ეთოდინება რომ ამის გარეშე ჩვენი ქვეყანა ჩვენი სამშობლო ვერ გავა რა ესე იგი ფონს და ვერ გადარჩება აი რა ვიცი მოგმართავს ყველას აქტიურად მონაწილეობა მიიღეთ შეკითხვებით თქვენი ჩართულობით ვოლონტიორობით სხვანაირი სასარგებლო მოქმედებით იქნება ვებსაიტი არის Facebook გვერდი დარიოზეც მოგწერეთ მოკლედ რა ვიცი service-ს გინდათ რაღაცნაირი წვლილი შეიტანოთ ამაში თქვენი დაგეგმილი შეხვედრა და ღონისძიება რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებში ჩატარდება მტკიცების მშენებლები დანიშნულოვანია იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ესე იგი საქართველოს ისტორიულად სწორედ იმიტომ რომ ის იყო სავაჭრო ქვეყანა იყო და სავაჭრო გზა გადიოდა მასზე ერთ-ერთი მთავარი ისტორიულად ყოველთვის უფრო აფასებდა და ისტორიულად უფრო უცხო იდეებს იღებდა ვიდრე საკუთარ წიაღში გამომუშავებდა შეიძლება ამ შემთხვევაში გამოგვადგეს ეგა და ალბათ დაგვეხმაროს ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი თქვა ემიგრაციის დიასპორის იმ წნახის ქვეშ არ არის და შედარებით უფრო თავისუფლად შეუულია რაღაცა მოქმედება ვიდრე საქართველოს თავისუფალი ხალხი ნამდვილად არის და ხო და არ შეიძლება ნახოთ რა გიგი დიდი მადლობა